მოგესალმებით. დღეს მოვამზადებთ ტრადიციულ პასკას, ვინაიდან აღდგომის დღესასწაული უკვე ნელ-ნელა დგება და გაგაცნობთ პასკის ჩემს ტრადიციულ ოჯახის რეცეპტს. პირველი ეტაპი არის აპარას მომზადება. ეს არის ფქვილის, საფუარის და რძის და ასევე შაქრის ნაზავი, რომელიც დაეხმარება ჩვენ საფუარს უფრო გააქტიურებაში და შემდეგ ვინაიდან პასკის ცომა საკმაოდ მძიმე და ცხიმიანი ცომია, უფრო მარტივად ამოფულდება. ეხლა ვათბობთ რძეს, რომ მოვამზადოთ აპარა. აუცილებელია რომ ძალიან არ გავაცხელოთ, ვინაიდან საფუარი შეიძლება მოკვდეს და აღარ ამოფულდეს. ოდნავ შევათბოთ. რიცხვებში მზად არის. ვიწყებთ აპარას მომზადებას. ამისთვის ავიღოთ თასი. გადავიტანოთ საფუარი. გადავიტანოთ დაახლოებით 220 მლ რძე, შემთვარი და ეს კარგად გავხსნათ. აპარაში უნდა ჩავყაროთ ცოტაოდენი შაქარი და ფქვილი. ეს კარგად უნდა გავხსნათ. აპარას გადავაკრათ გრინი და შევინახოთ თბილადგილას დაახლოებით 9 საათი, სანამ გავორმაგდება და გასამაგდება კიდეც. ეხლა უნდა გავალღოთ კარაქი. ვიყენებთ ლურპაკის კარაქს. ძალიან მნიშვნელოვანია პასკაში რომ გამოვიყენოთ კარაქი და ასევე მაღალი ხარისხის კარაქი, ვინაიდან ეს არის პასკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რაც უნარჩუნებს სინოტივეს და აძლიერებს გემოს, ზოგადად ნებისმიერი ცხიმი აძლიერებს გემოს. ეხლა კი ჩვენი კარაქი უნდა გავალღოთ. ეხლა უნდა გადავიდეთ კვერცხის და კარაქის შერევაზე. გავტეხოთ ჩვენი კვერცხი. ჩვენ ვიყენებთ 3 კვერცხს და 3 გულს. გულის გამოყენება ძალიან კარგია პასკაში, იმიტომ რომ მეტად ცხიმიანობას და მეტ ნაჯერ გემოს ძენს. ეხლა კვერცხი უნდა გადავიტანოთ მიქსერის თასში და დავამატოთ დარჩენილი შაქარი. დავიწყოთ ათქვეფა. უნდა მივიღოთ ძალიან კრთალი ტექსტურა. ამ ეს თქვათ გოგლი-მოგლის მასაში უნდა დავამატოთ 1 ვანილის ჭხირი. სასურველია ვანილის ჭხირი გამოიყენოთ. თუ არა შეიძლება ვანილის შაქარის საფრისას ან სიროფის გამოყენებაც თავისთავად. ჩვენი აპარა უკვე ამოფულდა, კვერცხის გულის და შაქრის მასაც მზად არის და ეხლა უნდა გადავიდეთ ცომის პირველ ეტაპზე. ამისთვის აპარა გადავიტანოთ შედარებით მოზრდილ თასში. ეხლა ჩვენი გოგლი-მოგლის მასა უნდა შევურიოთ აპარას. მაქსიმალურად ვიმუშაოთ ძალიან ნაზად და ჰაერულად. აპარას და კვერცხის გულის მასას უნდა დავამატოთ ნელ-ნელა ფქვილი. პირველ დასვენებაზე მე ვამატებ საერთო ფქვილის ნახევარს, რომ ცომი უფრო ვთქვათ თხელი იყოს და შედარებით მალე და უფრო ეფექტურად ამოვიდეს. ამ მომენტში უნდა დავამატოთ არაჟანი. არაჟანი არ არის ძალიან ტრადიციული, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან კარგ ტექსტურას და სინოტივეს მატებს პასკას. აუცილებელია რომ პასკაში გამოვიყენოთ მხოლოდ კარაქი, ვინაიდან კარაქი მზადდება ძალიან ნატურალურ ცხოველურ რძეზე და აქვს საერთოდ განსაკუთრებული გემოვნური და ხარისხობრივი თვისებები. ჩემი პრიორიტეტია ამ შემთხვევაში ლურპაკი, ვინაიდან ლურპაკს აქვს კიდევ უფრო მეტი ცხიმის შემცველობა შედარებით სხვა კარაქებთან, ამიტომ მე უპირატესობას ვანიჭებ ლურპაკს. ამ მომენტისთვის უნდა მივიღოთ დაახლოებით ესეთი სტრუქტურის მასა. და ეს უნდა დავასვენოთ დაახლოებით 2-დან 3 საათამდე. ჩვენმა ცომმა დაისვენა დაახლოებით 2 საათი. ძალიან ამოფულდა. ეხლა უნდა გადავიდეთ უკვე მეორე ეტაპზე, დავამატოთ სრულად ფქვილი, სუნელები და ქიშმიში და კიდე დავასვენოთ. ამ ეტაპზე, როდესაც მეორე პარტია ფქვილს ჩავყრით, აუცილებელია რომ კარგად მოვზილოთ. ილი არის ჩემი ერთ ყველაზე არომატული სუნელი პასკაში და სასურველია რომ თქვენ თვითონ გაარჩიოთ და დანაყოთან დავხვათ. დავამატოთ ჩვენი დანაყული ილი, დავამატოთ ქიშმიში. მარილი ჯობს დავამატოთ ბოლოს, ვინაიდან საფუარს არ შეუშალოს ხელი ამოსვლაში. დავამატოთ დაახლოებით 1 სუფრისკოვისი კონიაკი. და გავაგრძელოთ მოწევა.
როცა დავასრულებთ ცომის მოზელვას, დავასვენოთ დაახლოებით 2-3 საათი, სანამ კიდევ ერთხელ ამოფუვდება და შემდეგ უკვე ფორმებში. ცომი ახლა დავუყოთ 2 ნაწილად. დაახლოებით 1/3-ს უნდა ფარავდეს ფორმის. ჩვენმა ცომმა დაისვენა დაახლოებით საათ-ნახევარი. ძალიან კარგად ამოვიდა. ეხლა გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე გამოვაცხობთ დაახლოებით 45-50 წუთი. პასკები გამოცხვა, გავაგრილეთ, მოვაყაროთ შაქრის პუდრი და გავჭრათ.